სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა. კვირიაკესა შემდგომად ნათლის ღების. მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომ მოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელს იღო იოანესგან იორდანესა შინა, მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვალი იქმნა სულისაგან უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია. ძმანო ჩემნო ქრისტიანო და აღსავსე სულიერითა სწავლითა და ახშენებით. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა მოახლება უწმინდესისა არსებისადმი და გამოცდა მისი, თუ მან გაბედა და იფიქრა, რომ მას შეუძლია რაიმე სულიერი ვნება მისცეს თვით უწმინდესსა ღმრთაებრივ საარსებასა ქრისტესა. წარმოიდგინე და იფიქრე, რომელი კადნიერება და ღონე არ ექნება მას, მოგვიახლოს და გამოგცადოს ჩვენ ყოველ. ჩვენ, რომელნი უიმისოდაც ვცდებით და ვნებულ ვართ თვით საკუთართა ჩვენთა ცუდთა თვისებათა და ხასიათისაგან. იესო ქრისტეს შორის ბოროტი სული ვერ ნახავდა ისრეთსა თვისებასა, ანუ კერძოსა, რომლითაც შეეძლო მას მიყენება თვისთა ბოროტთა მანქანებად. ჩვენ კი ყოველ დღე და ყოველ წამს თვითონ ვაძლევთ მას მრავალთა შემთხვევად და ვაჩვენებთ გზათა, რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს და შთაგვაგდოს მრავალთა განსაცდელთა შინა. მაშასადამე ერთობ საჭირო არის შევიტყოთ, რით და რა სახით გამოსცდის იგი კაცთა. ამისთვისაც ვრცლად და დაწვრილებით არის ორთა სახარებათა შინა მოთხრობა იესო ქრისტეს გამოცდასაზედა, რათა წინადვე ვიცოდეთ ეშმაკის მანქანებაი და ფრთხილად ვიყვნენ. აღვიდარა უდაბნოდ უფალმა იესო ქრისტემან ილოცა და იმარხა 40 დღე და ბოლოს შეემშია. მაშინ მოუხდა მას გამომცდელი იგი და რქვა მას, უკე თუ შენ ხარ ძე ღვთისას თქუ, რათა ქვანიესე პურ იქმნე. მაშასადამე გამომცდელი ეშმაკი პირველსა თვისა მანქანებასა მიაქცევს ხორციელისა ბუნებისადმი. მას სურს შეიტყოს, რაოდენი სულიერი ძალა და სიმტკიცე აქვს იესო ქრისტეს. აქვსა ამას მოთმინება თუ არა. სული მისი ჰფლობს და ძლევს ხორციელსა ბუნებასა, თუ პირიქით ემორჩილება მას. ამ სახითვე გამოგვცდის ეშმაკი ჩვენ ყოველთ, ხორციელთა კაცთა. უმრავლესნი მისნი ვნებანი და განსაცდელნი მოიწევიან ჩვენზე და მაშინ, როდესაც სული ჩვენი დასუსტებული არის და დამონებული ხორცით, ხოლო ხორცი არის გაშვებული, აღვირ უსხმელი. როდესაც კაცი ყოველთვის ეძიებს დააკმაყოფილოს ყოველნი თვისნი ხორციელნი ვნებანი. უყვარს მრავალი ჭამა, უზომო სმა, გრძელი ძილი და მოსვენება, არაწმინდება და ყოველნი ხორციელნი ცოდვანი. ესრეთნი კაცნი ყოველთვის შეიქმნებიან საშოვარი ეშმაკისა. სული, ბოროტი მათ ათამაშებს თავის ნებაზე. წინააღმდეგ ამისა, თუ კაცს ხორცი თვისი აქვს დაპყრობილი და აღვირ ასხმული, ყოველსა თვისსა ხორციელსა მოთხოვნილებას ააკმაყოფილებს კანონიერად, ზომიერად, სჭამს და სვამს ზომით, მრავალი ძილი და უქმა დროების გატარება არ იცის. თვის სისხლსა განგებ არ აადუღებს უწმინდურის აზრებით და უწმინდურის წიგნების წაკითხვითა. ერთი სიტყვით, თუ სული მისი ჰმართავს ხორცსა მისა და არა ხორცი სულსა. ხორცი არის მისი ვითარცა მონა, ანუ ხერხი, რომელსაც ჭკუა მისი ამუშავებს და სწრთნის. მაშინ ეშმაკს მოსპობილი აქვს ერთი დიდი გზა მიახლებად მისა და გამოცდად მისა. ესე ყოველი, რაც აქამდე ვთქვით, მოკლედ და ძლიერად გამოხატა უფალმან იესო ქრისტემან იმ პასუხსა შინა, რომელი მიუგო ეშმაკსა. ხოლო იესო მიუგო და რქვა, წერილ არს, რამე თუ არა პურითა ხოლო სხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.
სულ 2 წუთით შევყომდეთ, რომ კარგად გავიაზროთ რა გვასწავლა დღეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რა ხაზგასმას აკეთებს წმინდა მღვდელმთავარი. თითოეულ ჩვენთაგანს ეს საქციელი ჩვენი გონია ხუმრობა და დიდი არაფერი. ჭამასმა ძილი და დროის უქმად გატარება. რომელი ჩვენთაგანი ვიტყვით, რომ ამისგან ვართ თავისუფალი, რომ არ გვიყვარს ძილი, ზედმეტი, იმაზე მეტი ვიდრე ჩვენი ხორცის ფიზიკური ძალების აღდგენა სჭირდება, ჭამა იმაზე მეტი, ვინემ ჩვენი ხორციელი ძალების აღდგენა სჭირდება და სმა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენს ხორცს სჭირდება. სამწუხაროდ ალბათ ვერც ერთი ვერ დაიქვეხნის ჩვენთაგან ამით. აქედან გამომდინარე, ილუზიაც აღარ უნდა შეგვექმნეს, ნახეთ რას ამბობს წმინდა მღვდელმთავარი, რომ ასეთი ადამიანი ეშმაკის ხელში სათამაშო ხდებაო, როგორც უნდა ისე ათამაშებს მასო. ცოტა წინ, ერთი აბზათით წინ თუ გახსოვთ, წმინდა მღვდელმთავარმა გითხრა, რომ უფალშიო ეშმაკი ვერ იპოვიდა ვერაფერს ისეც, რასაც მოეჭიდებოდა და რისით შეძლებდა მის წინა, რასაც შეძლებდა მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. სწორედ ამას გულისხმობს. ვნებებს, რომელიც ჩვენში არის დაბუდებული. ეშმაკი მათ იყენებს ჩვენს დასამორჩილებლად. ის ძალით ვერაფერს ვერ გაგვაკეთებინებს. თუ ადამიანს არ უნდა, ეშმაკი ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებინებს. მაგრამ ადამიანი თვითონ აძლევს ამ საშუალებებს და როგორ? თვითონ აძლიერებს იმ ვნებებს საკუთარ თავში, რომლის ბატონიც უკვე ეშმაკი არის, რომელშიც ეშმაკი უკვე უბადლო ოსტატი არის, ესე. და მერე რა თქმა უნდა ილუზია იქნება, რომ ადამიანმა იფიქროს, რომ როდესაც ის ვნებებით სავსე არის, რომ რამე შეძლებს ის სულიერი გააკეთოს ან სულიერზე იფიქროს. ეს განსაკუთრებით მინდა პატარა ბავშვებმა გაიგოთ, როდესაც მშობლები გეუბნებიან, რომ ადექი ნუგძინავსო და ვერ იგებთ, რატო უნდა ადგეთ. ან როდესაც გეუბნებიან, რომ ამდენი კამფეტის ჭამა არ შეიძლება, არ შეიძლება ამდენი თქვათ რაღაცეები, ამიტომ გეუბნებიან და არა იმიტომ, რომ ესე თქვათ არ უყვარხართ ან არ უნდათ, რომ თქვენ მეტი გეძინოთ. იციან უფროსებმა ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ გამოვცადეთ უკვე ეს ყველაფერი. და ვიცით რაოდენ მერე ძნელი არის ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა. ძნელი კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელი შეიძლება დავარქვა. თუ ადამიანი სიყრმიდან მიეჩვია ვნებებს, ძილს, ჭამას, მას, დროსტარებას, უქმად, მერე დასრულობაში ამას პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აი თუ ღმერთი არ ჩაერია და ასეთ ადამიანს რაღაცა სასწაული არ მოახდინა, ზუსტად ისეთივე და ალბათ კიდევ უფრო დიდი სასწაული, როგორიც დღეს ახარებაში მოვისმინეთ, როგორიც არის ბრმისთვის თვალების ახილვა, ამაზე გაცილებით ძნელია ვნებების განკურნება ადამიანში. გაცილებით დიდი სასწაული. თუ ღმერთი არ ჩაერია, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ძალიან დიდი შრომაა საჭირო. ამიტომ კიდევ ერთხელ გავმეორდები. თუ ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ხორცს, წმინდა მღვდელმთავარი გვეუბნება, რომ ასეთი ადამიანი ეშმაკის ხელში არის სათამაშო. ამიტომ შევეცადოთ, რომ ეს პირველი საშუალება, რომელიც აქვს ეშმაკს ჩვენზე საბატონოდ, რაღაცნაირად იქნებ ცოტა-ცოტაობით ხელიდან გამოვაცალოთ. ამისთვისაც დაადგინა წმინდა ეკლესიამ მარხვა. ამიტომ არის მარხვის დღეები დაწესებული და ამიტომ მოგვიწოდებს ქრისტიანებს, რომ ვიმარხვოთ. ამიტომ უნდა შევაყვაროთ ჩვენს შვილებს მარხვა. სამწუხაროდ ხშირად ესეთი მანკიერი რა დავარქვა ამას. ჩვევა დამკვიდრდა, რომ განსაკუთრებით დედები იცავენ ხოლმე შვილებს მარხვისაგან. ეცოდებათ, რომ აი ახალ პატარა აბა რაღაცა ხო უნდა ჭამოს. აი
1000 რა თქმა უნდა მიზეზი არ დაგველევა ჩვენ რატო უნდა გავაკეთოთ და ეს არ არის სწორი. რაც შეიძლება პატარაობიდანვე ბავშვს უნდა მივაჩვიოთ თავშეკავებას. რაც შეიძლება პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მარხვის. შეიძლება გაუჭირდეს, შეიძლება ცოტა იწუწუნოს, მაგრამ უნდა აუხსნათ მნიშვნელობა ამ ყველაფრისა. ეხლა მხოლოდ თუ ისე მიუდგება ადამიანი, რომ უნდა იმარხულო და მორჩა დამთავრდა ფეხები დავაბაკუნე, ეს რა თქმა უნდა შედეგს ვერ გამოიღებს კარგს ვერაფერს. მაგრამ თუ აუხსნით, თუ ესე ვთქვათ, შევეცდებით, რომ სულ პატარაობიდან შევაყვაროთ მას ეს ყველაფერი, მაშინ აზრსაც გაიგებს და მისთვისაც ეს ძალიან სასარგებლო იქნება და ზრდასრულობაში შემდგომ გაცილებით ნაკლებ, ესე ვთქვათ, ვნებასთან მოუწევს ბრძოლა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნება. შეიტყო რა ეშმაკმან, რომ იესო ქრისტეს ამ კერძოდ ვერა ერთსა განსაცდელსა ვერ მიაყენებს, განიზრახა მან გამოცდა მისი მეორე მხრით, ესე იგი სულის კერძოთი. უთუოდ წარმოიდგინა მან, რომ რადგანაც იესო ქრისტე ესეთი სულიერი კაცია და არ ემორჩილება ხორციელთა ვნებათა, იქნება მას ჰქონდეს სულიერი ამპარტავნებაო. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმა და დაადგინა სართულსა ეკლესიისასა და რქვა, უკე თუ ძე ხარ ღმრთისა, გარდაიგდე თავი შენი ქვეყანად. რამე თუ წერილ არს, ვითარმე და ანგელოსთა მისდა დაუბრძანებიე შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღიბყრან შენ. აჰა მეორე მანქანება ეშმაკისა. ამ სახითვე იგი ხშირად გამოცდის და აცუნებს ყოველთა კაცთა. იქნება შენ თვითონ გამოგიცდია ძმაო ჩემო, ან შენ თავზე, ან სხვას ვისმეს შეატყე, რომ თუ რომელიმე ქრისტიანი არის ღვთის მოშიში და მლოცველი, უყვარს სულიერი მოღვაწეობა და ბეჯითობა, ერთი სიტყვით, ცოტა ოდნავ მაინც არის ღვთის მოყვარე, მაშინ ეშმაკი მას გაუჩენს გულში სულიერს ამპარტავნებას. შეაგონებს მას, შენ წმინდა კაცი ხარო, შენ სხვას არ გავხარო. სხვები სუყელანი ცუდები არიანო, შენ კი სხვებს ჯობი ხარო. ხშირად მოხდება, რომ თუ ამისთანა კაც რამე მწუხარება შეემთხვია, ეწყინება გულში და იტყვის. რათ დამემართა მე ეს, რომ ასეთი ღვთის მოსავი ვიყავიო. გულში კი არა, ხმამაღლადაც მაგალითებ ტირილში, ყვირის ზოგიერთი ამსახით. ღმერთო, რას მემართლებოდიო, რომ ამისთანა მწუხარება მომაყენეო. მე შენი მოსავი და მლოცველი ვიყავიო. ანუ კიდევ მიცვალებულზე იტყვის, ღმერთო, რათ მოჰკალი ასე ადრეო, რომ კეთილი კაცი და შენი მლოცველი იყოვო. ცხადია, რომ ყოველნი ესენი ცუდნი და უგუნურნი აზრნი და სიტყვანი არიან ნაყოფნი ამპარტავნებისა. ამისთვის ფრთხილად იყავ, ძმაო ჩემო, ვისაც გესმის და თუ ოდესმე ღმერთმა მოგანიჭა წარმატება სულიერსა ცხოვრებასა შინა, არ გალაღდე. საღმრთო წერილი გვასწავლის ჩვენ, რომ თუ კაცმა კიდეც აღასრულა ყოველნი მცნებანი ღვთისანი, მაშინაც უნდა სთქვას, რომ იგი არის მონა უხმარი. მისთვის, რომ ნამეტანი არ არა უქმნია, მხოლოდ ის ქნა, რასაც თანამდე ვიყო. და თუ ყოველთა მცნებათა აღმსრულებელმან, მაშასადამე კაცმან სრულმან და წმინდამან ესრეთ უნდა იფიქროს და მიაჩნდეს, თავის თავი უხმარად. ჩვენ რაღა უნდა ვიფიქროთ და როგორ უყურებდეთ თავსა ჩვენსა. რომელნი არათუ ყოველთა, არამედ ერთსაცა მცნებასა ვერ ვასრულებთ ჯერონა. ახლა ძმანო, უნდა გადავსულიყავი და გველაპარაკა მესამესა გამოცდასა ზედა. გარნა გვეშინის არა დაგამძიმო თქვენ გრძელითა ლაპარაკითა. ამისთვის გადავსდებ სიტყვასა მომავლისა დროისათვის. ხოლოაც გევედრები თქვენ. ყოველთვის მიქცეული გქონდეს ჭკუა და ყურადღება სულიერ სამდგომარეობასა ზედა თქვენსა. და არა მისცემდით ეშმაკსა გულთა შინა თქვენთა ადგილსა, განსაცდელთა თქვენთა. ამინ. მერთმა მოგმადლოს მართლაც სიფხიზლე, რომ არ მივცეთ ხოლმე ეშმაკს ჩვენი თავის განცდის და შეცდომაში შეყვანის საშუალება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაც ხშირად გეუბნებით ხოლმე, თუ დააკვირდით, როდესაც მაცხოვარი თუ გახსოვთ ეს სახარება, უпроსწორედ სახარების ეს მონაკვეთი, ყველა ეშმაკის ცდუნებაზე უფალი პასუხობდა წმინდა წერილიდან.
ეშმაკიც ცდილობდა წმინდა წერილით ეცთუნებინა უფალი და უფალიც წმინდა წერილიდან ამხელდა მის სიცრუეს. ამით რა უნდა ისწავლოს თითოეულმა ჩვენთაგანმა? პირველი ის, რომ ეშმაკმა ძალიან კარგად იცის წმინდა წერილი. და მას ეს თვისება აქვს, რომ ის გამოიყენოს ჩვენს საწინააღმდეგოდ. ანუ წმინდა წერილიდან შეაცდინოს ადამიანი. აფიქრებინოს, რომ ადამიანი იქცევა სწორად, მაშინ როცა ის დაღუპვის გზაზე დგება და ამას აკეთებს აუცილებლად ისევ და ისევ წმინდა წერილი. და ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანმა თავი დაიცვას აი ამ ცდუნებისგან, ეშმაკის ამ ტყუილისგან, არის ისევ და ისევ წმინდა წერილის წოდება. ისევ და ისევ წმინდა წერილიდან უნდა ამხილოს ადამიანმა ყველა ტყუილი ეშმაკის. აი ამდენად მნიშვნელოვანი არის წმინდა წერილის წოდება. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ყოველდღიურად წვრთნიდეს საკუთარ თავს წმინდა წერილში. უმნიშვნელოვანესი საქმეა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ნახეთ, თუ აშკარად ტყუილით მოვიდა ბოროტი, მე მორწმუნე ადამიანზე ვიძახი ახლა თორე, ვისაც არ აინტერესებს ეს ყველაფერი, იქ სხვა მდგომარეობა. მორწმუნე ადამიანსთან ახლა თუ ეშმაკი მოვიდა და აშკარა ესე ვთქვათ, ბოროტება შესთავაზა, რა თქმა უნდა, უარს იტყვის ადამიანს. მაგრამ ძალიან ხშირად კი რომ ყოველთვის მორწმუნე ადამიანთან ეშმაკი მიდის სიკეთის სახით. და სიკეთის და ჭეშმარიტების უზენაესი საზომი ეს წმინდა წერილია. და სწორედ მას იყენებს ჩვენს დასაყრდად. და ჩვენ, როდესაც არ ვართ მზად და არ ვიცით წმინდა წერილი, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ავყვებით ხოლმე ამ ცდუნებას და ვარდებით განსაცდელში. ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნუ დაიზარებთ ყოველდღიურად წმინდა წერილი. იკითხეთ და ღმერთს ევედრეთ, რომ რაც თავარია, რომ მისი გაგება, სწორი გაგება მოგმართ. ღმერთმა დაგლოცონ და გაგლოცონ.